შუქ ჩრდილების მკაფიო სტრუქტურა, მუქი და მდიდარი ტონები, სინათლის გადასვლები და პერსონაჟების მკაფიო მშვიდი მზერა. ასეთია მხატვარ თამას ხუციშვილის შემოქმედება. მისი ნამუშევრების ნაწილი საქართველოს ეროვნულ არქივში გამოიფინა. ამ სივრცეში წარმოდგენილი პორტრეტები სხვა ნახატებთან ერთად ერთ ექსპოზიციად შეიკრა. ხელოვნების სასახლის ინიციატივით თამას ხუციშვილის დიდი შემოქმედებითი კატალოგი დაიბეჭდა. გამოცემა, რომელიც მხატვრის მრავალწლიან მუშაობას ერთ წიგნში აერთიანებს. ეს არის 300 გვერდიანი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ორენოვანი კატალოგი, ფერადი კატალოგი და მასში არის ასახული თამამად ვიტყვით თაზო ხუციშვილის მთელი შემოქმედებითი მემკვიდრეობა. აქ არის არა მარტო მისი პორტრეტები, მისი ჟანრული მხატვრობა, ამასთანავე არის თეატრალური ესკიზები და ბევრი საინტერესო მასალა. ეს არის ყველაზე მასშტაბური გამოცემა თაზო ხუციშვილის შემოქმედების შესახებ. ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა, მასზე მუშაობდნენ ხელოვნების სასახლის სპეციალისტები. ამ კატალოგში შევიდა როგორც სახელმწიფო კოლექციებში დაცული ცნობილი ნამუშევრები, ასევე კერძო კოლექციებში არსებული ნახატები, ბევრი ისეთი ნახატი, რომელიც უკვე უცხო ქვეყნების კერძო კოლექციებში მოხვდა, მაგრამ მაინც აუცილებელი იყო ამ ყველაფრის ერთ გამოცემაში თავმოყრა. მხატვრისთვის ეს კატალოგი მხოლოდ ნამუშევრების კრებული არაა. ეს არის განვლილი შემოქმედებითი გზის დანახვა, წლების შრომის, განცდებისა და უწყვეტი ძიების შეჯამება. მხატვრობა, როგორც ასეთი, გასაკვირვად ეს არის ურთულესი დარგი ხელოვნებაში. დღეს არის წიგნის პრეზენტაცია. მე ვთვლი, რომ წიგნის პრეზენტაცია მხატვრისთვის ეს არის მაგალითად არიან არაჩვეულებრივი მუსიკოსები, როდესაც უშვებენ გრამ ფირფიტებს. იგივეა. საღამოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება იყო. რეჟისორი გოდერძი შარაშია 3 თვის განმავლობაში მუშაობდა კინოსურათზე, რომელშიც თავად მხატვარი საკუთარ შემოქმედებით გზაზე გვიყვება. მე მეგონა, რომ არ იყო ახლოს ამ ფილმის ინდუსტრიას და რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. სუფრაზე და მეგობრებში კი უყვარს ამბის მოყოლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დოკუმენტალურ ფილმშიც დიდი სიამოვნები და ხალისით აძლევს ინტერვიუს და ყველა ახლობლისთვის, მეგობრისთვის, მის კოლეგისთვის იქნება ალბათ ეს ფასეული, განსაკუთრებით შემდეგ, როდესაც გაივლის კიდე წლები. ფილმში ასევე ხელოვანის ოჯახის წევრების, მეგობრებისა და გულშემატკივრების თვალით დანახული ერთიანი და სრული პორტრეტი იქმნება. ჩემი, ესე ვთქვათ, სტუდენტობის პერიოდი, სტუდენტობამდე პერიოდიც მე თაზოსთან სახელოსნოში ხშირად ხვდებოდი და ის სამზარეულო სპეციფიური, ესე ვთქვათ, პალიტრა, საღებავი, ფუნჯი, მე ძალიან ბევრი რამე მომცა ამან. შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცნაირად აი ეს სამზარეულო ძალიან კარგად თაზომ გამაცნო ჩემს, ესე ვთქვათ, სპეციალობაში ძალიან დიდი როლი აქვს. აი მხატვრობა შემაყვარა, შეიძლება ესეც კი ვთქვა. წლების განმავლობაში ფერებითა და ფორმებით გადმოცემული ისტორია წიგნად იქცა. ეს კი მომავალ თაობებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიცნონ მხატვარი, რომელიც როგორც ამ გამოცემის წინასიტყვაობაში წერია, მართლაც არასოდეს ბერდება.